ნოდარ ქუმარიტაშვილის საფლავზე დღეს მისი უცხოელი კოლეგები შეიკრიბნენ ვანკუვერში დაღუპული ქართველი მოციგავის გარდაცვალებიდან 40 დღე გავიდა. ბორჯომი ბაკურიანის მიტროპოლიტმა მეუფე სერაფიმ პანაშვიდი გადაიხადა. ქართული სპორტსმენის ხსოვნას დღეს კიდევ ერთხელ მიაგეს პატივი საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენლებმა. ნოდარ ქუმარიტაშვილის მშობლიურ სოფელში იმყოფება საციგაო სპორტის მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონიც. დავით ერაძე საუბრობს ბაკურიანიდან პირდაპირ ეთერში. დავით, გისმენთ. დიახ, პანაშვიდი ზუსტად პირველ საათზე დაიწყო მეუფე სერაფიმემ ამ პანაშვიდს საკმაოდ უამრავი ხალხი ესწრებოდა, შეიძლება ითქვას, რიგითი ბაკურიანელები ისევ გამოვიდნენ თავიანთი თანასოფლელისთვის კიდევ ერთხელ მიეგოთ პატივი. აქ ითქვა, რომ ნოდარ ქუმარიტაშვილმა ბაკურიანის სახელი მთელ მსოფლიოში გაუთქვა. ჩვენი უწმინდესის კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორეს და წმინდასწვენის სახელით ჩვენ ვლოცავთ ნოდარის ხსოვნას, მის სულს. ჩვენ ყველას, ჩვენი ხეობის ხალხს, ეკლესიას, სასულიერო პირებს გვაქვს იმედი, რომ ნოდარის სახელზე აშენდება ძალიან დიდი, კარგი საერთაშორისო დონის სპორტული ნაგებობა. ღონისძიებები და რა თქმა უნდა ჩვენთვის უპირველეს ყოვლისა არის მნიშვნელოვანი, რომ ეს ქრისტეშობის სახელობის საგადრო ტაძარი დამთავრდება ნოდარის სახელზე. მე არც ჩივილს ვაპირებ არაფერს. აღიარო რომ არ იყო ნოდარის ბრალი, ეგ მინდა ვთქვა. სოფლიოში თვითონ შემპირდნენ აღიარებენ რომ იყო ტრასის ბრალი, არა ნოდარის. მართლაც მოულოდნელი იყო მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონის ვანკუვერის ოლიმპიური თამაშების ერთ ციგოსანის ფელიქს ლოშის ჩამოსვლა გერმანელი სპორტსმენი ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე სწორედ ნოდარ ქუმარიტაშვილის ერთ-ერთი მეტოქეთაც მოიაზრებოდა, თუმცა დღესდღეობით ლოშმა საკმაოდ ემოციური სიტყვას თქვა და მან ცრემლებიც ვერ შეიკავა, როდესაც ის სიტყვით გამოდიოდა აქ ბაკურიანელებისა და სტუმრების წინაშე. ეს უდიდესი ტრაგედიაა. ნოდარი მიზანსტრაფული სპორტსმენი იყო, ის ვანკუვერში მხოლოდ უმაღლესი ჯილდოს მოსაპოვებლად ჩამოვიდა და ასე ტრაგიკულად დაასრულა ასპარეზობა. მთელი კანადელი ხალხის სახელით კიდევ ერთხელ უსამძიმრებ ოჯახს და ახლობლებს გამოთქვათ მზადყოფნას, რომ აქტიური მონაწილეობა მივიღოთ ბაკურიანში მსოფლიო ბაზის მშენებლობაში. საციგაო სპორტის მსოფლიო ფედერაციის წარმომადგენლები კი ბაკურიანში დღეს საღამოსაც დარჩებიან ხვალდილიდან, ისინი უკვე ადგილზე შეისწავლიან იმ მიდამოებს, თუ სად შეიძლება რეალურად ნამდვილი თანამედროვე საციგაო ბაზის მშენებლობა, ხოლო ამის შემდეგ უკვე საერთაშორისო ფედერაცია იმ მაკეტსაც ჩამოიტანს და ამის მიხედვით უკვე დაიწყება ბაზის მშენებლობა ბაკურიანში.